მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასაუბრებთ მადლობა იმ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში. ფიქრი გრძნობა მოქმედება, მანამდე კი ვნახოთ თქვენია თუ არა გაშლა. ნახოთ, ვინ მოვასასაუბროთ, რას გვეტყვის თავის თავზე. და მე უკვე ნახოთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ვინ არის? ადამიანი ძალიან ემოციური თბილი. ადამიანს, რომელსაც ისე ვთქვათ, შეუძლია გამოხატოს თავისი ემოციური მდგომარეობა, ხო? ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ცდილობს თავის მიერ ჩადებული რესურსი მოიპოვოს, ხო, რაღაცა რაც არ გამოუვიდა, შეიძლება ითქვას, თავიდან დაიწყოს ამ ყოველფრის ჩადება, ამ ენერგიების ჩადება, ხო? ადამიანი ახლა არის რაღაც საწყისზე ახალის, იმ მხრივ, რომ ამ ადამიანს ნახეთ, ძალიან დიდი ტკივილები გაიარა, შეიძლება ითქვას იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს უბრალოდ ვერ დაუბრუნდა ის მოლოდინები, რაც ჰქონდა. ეს მაინდამაც თქვენთან ურთიერთობაში არ შეიძლება ფინანსური კუთხით ვერ დაუბრუნდა რაღაც ის, რაც ჩადო ენერგიები. ამიტომ ხა ადამიანი არსად ესეთ ამ ყოველფრის განულების და დალაგების მდგომარეობაში მართალია ცოტა არ იყოს და სირთულეების წინაშე დგას, მაგრამ აი ამ სირთულეს ცდილობს რაღაცნაირად გაუმკლავდეს, ხო, რაღაცნაირად მოახერხოს და მიიღოს ის შეცდომები, რაც დაუშვა. ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ ძალიან ისეთი ცოტა მცირე ენერგიებში ხართ. ახლა მგონი თქვენ ხართ საწყისი ურთიერთობის მდგომარეობაში. თქვენ ხართ ცივ ენერგიებში, თქვენ უკვე რაღაცა მიხვედით იქამდე, რომ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ რაღაცა შეიძლება აღარც ელოდებით ამ ადამიანს, კი არა და საერთოდ აღარც გინდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა, თვლით, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ თვითონ უნდა მართოთ, არ გჭირდებათ ამისთვის არავინ და არაფერი, რატომღაც ესეთი ენერგიები მოდის. და იბრძვით იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ, იბრძვით იმისთვის, რომ აი ეს ტკივილები, რომელიც, როგორც ჩანს, ტკივილების მოყენების მდგომარეობაც იყო, ხო? ტკივილები, რომელიც მოგაყენეს, უბრალოდ დაასრულოს თქვენში და ახალი ცნობიერებისკენ წახვიდეთ, ხო? ახალი გზისკენ წახვიდეთ, რაღაცა ესეთი ენერგიები არის. მოტყობა, როგორც ჩანს, ადამიანს მოლოდინი ჰქონდა, რომ რაღაცა მარტივად გამოუვიდოდა მდგომარეობები, მაგრამ არ გამოვიდა. კარგით, ნახოთ. რა ხდება ახლა კონკრეტულად თქვენს ურთიერთობაში, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? თქვენ აშკარად სხვადასხვა გზაზე ხართ, სხვადასხვა მიზნებისკენ ხართ. მე ვიტყვი, რომ აქ ურთიერთობა ამ ეტაპზე რაღაცნაირად არის. თქვენთვის ხართ ჩაკეტილი, ის თავისთვის არის ჩაკეტილი, ორივე ცდილობს თქვენი მდგომარეობა დაიცვათ, არ იღებთ არანაირ ესეთ მკვეთრ ქმედებას. ნახეთ, როგორი მომენტი. აქ შეიძლება ვიღაცები პაუზაზეც გავიდნენ, მაგრამ აი ამ პაუზამ მოლოდინი რაც ჰქონდა, რომ თქვა ურთიერთობა გაიახლებინა, რაღაც ინტერესები იყო, აქ მოაშკარად არ არის ესეთი მდგომარეობა, ხო? აქ თქვენ შორის იყო ცოტა ესეთი ორივე მხრიდან ცოტა ამპარტანული მომენტებით შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ერთმანეთის ზრუნვაზე კი არა, არამედ მე მომენტით შეიძლება ყოფილიყო აქ და ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე მაინც იქნებოდა ესეთი სულ ერთის მხრიდან ყოფილიყო, რაღაც დათმობები და ერთის მხრიდან ყოფილიყო. ასე რომ თქვენ შორის ახლა ამ ეტაპზე არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ ცალ-ცალკე ხართ, უბრალოდ თქვენ ცხოვრებას მიყვებით, ის თავის ცხოვრებას მიყვება, დიდი სურვილი თითქოს არ ჩანს იმისი, რომ გახვიდეთ და თან რა მომენტიც აქ ურთიერთობაში ის მომენტიც არის, რომ თქვენთვის თვლით, რომ მე რატომ უნდა გადავდგა ნაბიჯი და ისიც თვლის, რომ მე რატომ უნდა გადავდგა ნაბიჯი. ეს რაღაცა
ესეთი მომენტიც არის აქ. კარგით, რას ფიქრობთ ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, მისი ფიქრები? ისეთ არის ხათაშორის ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცები ყველანაირად დასრულდა, თქვენი ურთიერთობა დასრულდა და ემოციებიც სადაც აზრი აღარ აქვს, რაღაც ილუზია არის ის მომენტი, როდესაც კიდე რაღაცის შანსი ქონდეს ურთიერთობას. თითქოს ეს ადამიანი ვერ ხედავს ამ შანსსაც, ვერ ხდება როგორ უნდა მიიღოს. რა მომენტია ეცეთ კიდე, რომ შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ თქვენ თვითონაც იმდენად გაცივდით ამ ადამიანისთვის, რომ აღარც მისცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანი უბრალოდ თქვენთან მიმართებაში იყოს. ამიტომ თulis რომ რაღაცნაირად უნდა მიხედოს თავის საქმეს, როგორ ჩანს, ხო? ხო, მიხედოს თავის საქმეს, მიენდოს ბედს და მიხედოს თავის საქმეს. ანუ ხდება, რომ შესაძლებელია ის შანსები, რომელიც ქონდა, უბრალოდ აღარ არის, ხო, ის შანსები უბრალოდ აღარ არის ის ურთიერთობა და ის მომენტი, როდესაც ადამიანები რაღაცნაირად ერთმანეთს სითბოს და ემოციებს აძლევენ, ხო, ნაბიჯებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ თითქოს ვერ დალაგ, თან იცით რა მომენტი არის, ფიქრობ, რომ ვერ დალაგდება ურთიერთობების, მაქსიმუმ რაღაცა ემოციების მდგომარეობა იყოს თქვენს ურთიერთობაში, მაქსიმუმ რაღაცა გაცვალოთ ეს სასიამოვნო ურთიერთობა გქონდეთ, ხო, რაღაცა კარგი საუბარი, სადღაც ყავის დალევა, რაღაცა მსგავსი მომენტი, თითქოს ეს ადამიანი იმასაც იაზრებს, რომ ვერ იქნება აქ რაღაცა სხვა საფეხური ურთიერთობის. კარგი, რატომ თulis რომ ვერ იქნება სხვა საფეხური ურთიერთობის? რატომ თulis ეს ადამიანი რომ ვერ იქნება სხვა საფეხური ურთიერთობის? იმპერატორი ამოდის. აქ შესაძლებელია ადამიანს უბრალოდ ოჯახი ყავს ან ნახეთ, აქ შესაძლებელია ისეთი მომენტი, ან თქვენ იყოთ დაოჯახებული, ან ეს მამაკაცი იყოს დაოჯახებული, ხო, პარტნიორი, რომლისთვისაც პურებთ ახლა ამ გაშლას. ნახეთ, აქ რატო ვერ მოხერხდება თქვენი ურთიერთობის სხვა ფლანგზე გადატანა. აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებს, ხო, ან ფიზიკურად დაკავებულია, უკვე ფიზიკურად არ გამოუვა ის, რომ რაღაცა შეძლოს. თუმცა ერთადერთი მისი მომენტია, რაღაც ის მომენტი არის, რომ შეიძლება რაღაც манипуляტორული მდგომარეობა, რომ დაიკმაყოფილოს ის სურვილები, რომელიც თქვენთან ურთიერთობისთვის აქვს, ხო, რაღაც ის თუნდაც მსუბუქი ურთიერთობა, თუნდაც რაღაცა სიტუაცია და მაგრამ ნახეთ, თან ის მომენტი აქვს, რომ ეს ყველაფერი უნდა მიანდოს ბედს. არა თვითონ იმოქმედოს, არამედ უბრალოდ მიენდოს სიტუაციებს, როგორ განვითარდება ეს მდგომარეობა. თვითონ რაიმე ნაბიჯს აპირებს, რომ გააკეთოს მოხდება. თვითონ თუ აპირებს ნაბიჯების გაკეთებას. ესეთ არის ნაბიჯების გაკეთებას მხოლოდ იმ ნაბიჯების გაკეთებას, რასაც ვეძახით საკუთარ თავში ჩაკეტვა. რაღაცა ისეთი მოგონებების მომენტი, ხო, ანუ ნაბიჯებს როგორც ასეთ მაქსიმუმ არის ის მომენტი, რომ შეგეხმიანოთ, მოდი შევხვდეთ ერთმანეთს, ხო, შეგეხმიანოთ, მოდი დავილაპარაკოთ, ან რაღაცა დაგილაიქოთ, ან რაღაცა ისეთი არა ისეთი აქტიური ქმედებები, არამედ ეს რაღაც ანკესის გადმოგდება, აბა ვნახოთ როგორ მოიქცევა, ხო, რაღაცა აბა იქნებოდა სიტუაციას როგორ წაიყვანს, ხო? ხო, მაგ აშკარად ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა მიენდოს ყველანაირად სამყაროს, აი ყველანაირად უნდა მიენდოს სამყაროს. თითქოს აი სამყარო გაანთავისუფლებს ყველა პრობლემისაგან, ყველა მდგომარეობისაგან. თითქოს ეს ადამიანი როგორ არის, იცით, რომ
მოდი მივუშვებ ყველაფერს რაღაც ესე სიტუაციას და სად გამიყვანს ეს მდგომარეობა ესე გავაკეთოთ ხო რაღაცა ასე მეტი აქტიურობის გარეშე. მოდით რა მოლოდინი აქვს ამ ადამიანს თქვენგან საინტერესოა რა მოლოდინი აქვს ამ ადამიანს თქვენგან. ის რომ თქვენ გააქტიურდებით, ის რომ თქვენი მოქმედებთ, ის რომ თქვენ გადადგავთ მისკენ ნაბიჯს მაინც როგორც ჩანს. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი იმუშავებთ იმასთან მიმართებაში და თქვენ გახსნით პირველი იმ დახურულ სივრცეს, რომელშიც ახლა იმყოფებით, ხო? ან თუ კიდევ ერთხელ ვწიხეთ, თუ თქვენ აქ უბრალოდ ხართ იმ სიტუაციაში, რომ უბრალოდ მივცე საშუალება თქვათ გააკეთოს თვითონ ნაბიჯი, ხო? ანუ იქნებოდა თვითონ მიხვდეს რაღაცებს. არა, ეს პირიქით ელოდება თქვენგან ელოდება იმას, რომ თქვენ გადადგოთ ნაბიჯს და იმ დახურულ სივრცეს, როდესაც უბრალოდ გავედით იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, გავედით იმისთვის, რომ რაღაცა შედეგამდე გავიდეთ, აი ეს შედეგამდე გასვლა არის მისთვის ის მომენტი, როდესაც თქვენ დათანხმდებით, როგორც ჩანს, მის სურვილებს, ხო, დათანხმდებით მის სიტუაციას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, ხო, რაღაცნაირად მისცემთ იმის საშუალებას, რომ ამ ადამიანთან თქვათ რაღაცა აწყოთ ურთიერთობა, ოღონდ ისე როგორც მას ენტომება. ისე როგორც მისთვის იქნება ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი და მორგებული მასზე, ესე უფრო სწორი იქნება ეს ყველაფერი. კარგით, მოდით აბა ესე გავარკვიოთ, იქნება თქვენ რას გირჩევთ სამყარო, ხო აი ამ ურთიერთობისთვის სამყაროს რჩევა. იცით რა არის სამყაროს რჩევა იქნება ის, რომ ჩაიგდებთ თავს პრობლემაში, პირიქით რაღაცნაირად ეცადეთ, რომ ამ სიტუაციიდან ალბათ უფრო გახვიდეთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა სიმშვიდეს არ მოგიტანთ ხო ეს სიმშვიდეს პირიქით დაგირღვევთ ბალანს და სულ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში იქნებით. ამიტომ სამყარო გირჩევთ, რომ ალბათ მოძებნოთ ის ადამიანი, ის მდგომარეობა, ის ვითარება, ვისთანაც შექმნით ძალიან ისეთ სტაბილურ მყარ ურთიერთობას, ხო? სადაც არ იქნებით დაფარული და დამალული ურთიერთობით, სადაც არ იქნებით მეორე ადგილას, ხო? სადაც არ იქნებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გენდობებათ ადამიანთან კომუნიკაცია და არ გექნებათ ამის უფლება. კიდე რას გეტყვით? ხო, თქვენი მიზნებისკენ წადით, გამოიჩინეთ ძალა, გამოიჩინეთ ისეთი ნუგეშინიათ იმის, რომ თქვენი ბედნიერებისთვის იბრძოლოთ, აუცილებლად უნდა იბრძოლოთ და მისცეთ საკუთარ თავს იმ სტაბილურობის, იმ ბედნიერების და იმ ემოციების მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია, ესე რომ ვთქვათ. მოდით ესეთი კითხვა დავუსვათ. ამ ადამიანთან დარჩენის შემთხვევაში და იმ მდგომარეობაში, როგორც მას ენდომება ურთიერთობა, რა იქნება თქვენთვის? განდეგი, ანუ სიმართლე, გაჩერებული დრო, რომელსაც დაკარგავთ და საბოლოო ჯამში მაინც ის არასასურველი სიტუაცია, რომელიც არ გინდათ რომ გქონდეთ, ხო, მაინც საბოლოო ჯამში აქ როგორც ჩანს, თუ დარჩებით, გექნებათ ტკივილები, გექნებათ მდგომარეობა, როდესაც მოგიწევთ დათმოთ თქვენი პოზიციები, ხო, დათმოთ თქვენი მდგომარეობა, ხო, აქ ცოტა რთული იქნება იმ მიზნამდე მისასვლელი გზა, რომელიც თქვათ
თქვენ თუ თვლით რომ გქონდეთ ოჯახი, ხო? აქ ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ადამიანი, რა ვიცი, ხა ამ ადამიანის მეუღლე გახდეთ, ხო? იმიტომ რომ ყავს მეუღლე და რთულია ცოტა, ანუ დაშორება და მთელი პროცედურა, ხო? თუ დარჩებით ამ ადამიანთან, თქვენთვის, არ იქნება მთლად ისეთი სასურველი, უბრალოდ მოგიწევთ ლოდინი, როდის მიიღებს ეს ადამიანი რაღაცა გადაწყვეტილებას და როდის წამოვა თქვენსკენ და დაიწყებს თქვენთან თქვენს ურთიერთობაზე მუშაობას, რა, ესე გამოდის საბოლოო ჯამში. მოკლედ, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, თითოეულ თქვენთაგანს წარმატებას, სიყვარულს და ყოველთვის ყველა ადამიანის გვერდზე ყოფილიყოს ის ადამიანი, ვინც არის რეალურად მისი ბედნიერებისთვის მოსული ამ ქვეყანაზე. ნათლად.